ბოლო დღეების მთავარი თემა და შეხვედრა რაც არის ძალიან კარგად მოიხსენებათ 28 თებერვალს სახლში გამართული დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ისტორიას დარჩება. რა ფორმით და კონტექსტით გავიხსენებთ ამ ყველაფერს 5 ან 10 წლის შემდეგ ნამდვილად ვერ მოგახსენებთ, თუმცა ფაქტი ერთია, რომ აუცილებლად გასახსენებელი ამბავი იქნება. დღეს 3 მარტია და მით უმეტეს ზედმეტი არ იქნება კიდევ ერთხელ ვნახოთ შეხვედრის პერიპეტიები, რომელიც ინგლისურიდან ქართულად გიორგი საკაძემ თარგმნა და გაახმოვანა კიდეც. თუ ჩემს თავს თანხwebdriverში არ მოვიყვან ორივე მათგანთან, შეთანხმება არასდროს გვექნება. გინდათ რომ ძალიან ცუდი რაღაცები ვთქვა პუტინზე და შემდეგ ვთქვა: "გამარჯობა ვლადიმირ, რა ამბებია შეთანხმებაზე?" ასე არ ხდება. მე პუტინთან თანხwebdriverში არ ვარ. არავისთან არ ვარ. მე თანხwebdriverში შეერთებულ შტატებთან და სოფლიოში სიკეთესთან ვარ. სოფლიოსთან ვარ თანხwebdriverში და მინდა რომ ეს ომი დამთავრდეს. ხედავთ იმ სიძულვილს, რაც მას აქვს პუტინის მიმართ. ძალიან რთულია ჩემთვის ასეთი სიძულვილით შეთანხმებას მივახციო. მას უზარმაზარი სიძულვილი აქვს და მე ეს მესმის, მაგრამ შემიძლია გითხრათ რომ მეორე მხარესაც არ უყვარს ის დიდად. მე გავცემ ამას პასუხს, თუ შეიძლება ნახეთ 4 წლის განმავლობაში ყავდა პრეზიდენტი, რომელიც გამოდიოდა პრესკონფერენციებზე და მკაცრად ლაპარაკობდა ვლადიმირ პუტინის შესახებ. შემდეგ პუტინი შეიჭრა უკრაინაში და ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ გზა შესაძლოა დიპლომატიაში ჩართულობა იყოს. ჩვენ ვცადეთ ჯო ბაიდენის გზა გულზე მღიჯის დარტყმისა და თავის მოჩვენებისა. თითქოს შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ქმედებები. რაც ამერიკას კარგ ქვეყნად აქცევს, ეს არის ის, რომ ამერიკა დიპლომატიაში არის ჩართული. სწორედ ამას აკეთებს პრეზიდენტი ტრამპი. შეიძლება კითხვა დაგისვათ? დიახ, რა თქმა უნდა. მან პუტინმა უკრაინის დიდი ნაწილების ოკუპაცია მოახდინა, აღმოსავლეთ ნაწილების და ყირიმის ოკუპაცია მოახდინა 2014 წელს. ასე რომ მრავალი წლის განმავლობაში არ ვსაუბრობ მხოლოდ ბაიდენზე. არამედ იყო პრეზიდენტი ობამა, შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი, შემდეგ პრეზიდენტი ბაიდენი, ახლა ისევ პრეზიდენტი ტრამპი. ღმერთმა ქნას, რომ ახლა პრეზიდენტი ტრამპი მას პუტინს შეაჩერებს, მაგრამ 2014 წელს ის არავის შეუჩერებია. მან უბრალოდ ოკუპაცია მოახდინა და წაიღო, დახოცა ხალხი. 2015 არა, 2014. იმ დროს მე აქ არ ვიყავი. დიახ, მაგრამ 2014 წლიდან 2022 წლის ჩათვლით ვითარება იგივე იყო. ხალხი შეხების ხაზზე, ფრონტის ხაზზე იხოცებოდა. არავის არ შეუჩერებია. ჩვენ გქონდა მასთან საუბრები. პუტინთან ბევრი საუბრები იყო, ორმხრივი საუბარი მქონდა მასთან. და ჩვენ ხელი მოვაწერეთ მასთან. მე როგორც თქვენ პრეზიდენტო 2019 წელს მე ხელი მოვაწერე მასთან გარიგებას. ხელი მოვაწერე მასთან გარიგებას მაკრონთან და მერკელთან ერთად. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ცეცხლის შეწყვეტას. თითეული მათთაგანი მეუბნებოდა რომ ის არ გაჩერდებოდა, მაგრამ ამის შემდეგ მან დაარღვია ეს ცეცხლის შეწყვეტა, მან ჩვენი ხალხი დახოცა, ტყვეები არ გაუცვლია, ჩვენ ტყვეების გაცვლაზეც მოვაწერეთ ხელი, მაგრამ ეს არ გაუკეთებია. რა ტიპის დიპლომატიაზე ლაპარაკობთ, JD? რას გულისხმობთ? JD, you are speaking about. What do you mean? მე ვსაუბრობ ისეთი ტიპის დიპლომატიაზე, რომელიც დაასრულებს თქვენი ქვეყნის განადგურებას. ბატონო პრეზიდენტო, პატივისცემით, ფიქრობ უპატივცემულობაა, რომ მოხვიდე ოვალურ ოფისში და მთელი ამერიკული მედიის წინაშე ამ საკითხზე იდაო. ამ მომენტში დადიხარ და ახალ წვეულებს აიძულებთ ფრონტის ხაზზე იბრძოლონ, იმიტომ რომ ცოცხალი ძალის პრობლემები გაქვთ. მადლობას უნდა უხდიდეთ პრეზიდენტს კონფლიქტში ჩარევის. ოდესმე ყოფილხართ უკრაინაში, რომ ამბობთ, რა პრობლემები გაქვთ? ვინახავს, მაშინ ჩამოდით ერთხელ. რეალურად მე ნანახი მაქვს და წაკითხული მაქვს ამბები და ვიცი რა ხდება. რომ თქვენ მოგყავთ ხალხი, მოგყავთ პროპაგანდის ტურზე. უარყოფთ რომ უკრაინის ჯარში ხალხის ნაკლებობას განიცდით? ჩვენ გვაქვს პრობლემები. და თქვენ ფიქრობთ რომ მე გაგცემთ პასუხს თუ შეიძლება. თავაზიანის აქციელია ოვალურ ოფისში რომ მოდიხართ და ადმინისტრაციას ესხმით თავს, რომელიც ცდილობს თქვენ ქვეყანას ნგრევა აარიდოს? ბევრი კითხვა, მოდით დასაწყისიდან დავიწყოთ. კი ბატონო, ნება თქვენი. პირველ რიგში ომის დროს ყველას აქვს პრობლემები, მათ შორის თქვენც, მაგრამ თქვენ მშვენიერი ოკეანე გაქვთ და ჯერ არ გძნობთ ამას, მაგრამ იგზნობთ მომავალში. ღმერთმა ქნას შენ არ იცი. ღმერთმა ქნას რომ ომი არ გქონდეთ. შენ არაფერი იცი ამის შესახებ. ნუ მიგვითითებ ჩვენ, რას ვიგზნობთ. ჩვენ ვცდილობთ პრობლემა მოვაგვაროთ. ნუ გვეუბნები, რას ვიგზნობთ. მე ვპასუხობ მის კითხვას. რადგან არ ხარ იმ პოზიციაში, რომ გვიკარნახო რამე. გახსოვდეს ეს.
მე არ კარნახობთ, შენ არ ხარ პოზიციაში რომ გვიკარნახო, თუ რას ვიგზნობთ, გავლენას იგზნობთ. ჩვენ ვიგზნობთ თავს ძალიან კარგად, ძალიან ძლიერად. მე გეუბნებით თქვენ იგზნობთ გავლენას. ამ მომენტში შენ ძალიან კარგ პოზიციაში არ ხარ. საკუთარ თავს საშუალებას აძლევ რომ ძალიან ცუდ პოზიციაში იყოს და ის მართალია. ომის დაწყებისთანავე არ ხარ კარგ პოზიციაში. მე ბანკოს ავთამაშობ. ბანკოს ათამაშოთ არ ჩამოსულ ვარ. ძალიან სერიოზულად ვსაუბრობ ბატონო პრეზიდენტ. შენ თამაშობ ბანკოს. შენ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ეთამაშები. მესამე მსოფლიო ომს ეთამაშები. და რასაც აკეთებ, არის ძალიან უპატივცემულო ქვეყნის მიმართ, ამ ქვეყნის მიმართ, რომელიც შენ მხარს გიჭერდა. გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს. ერთხელ მაინც გითქვამთ მადლობა. მრავალჯერ დღესაც კი არა, ამ მთლიანი შეხვედრის განმავლობაში გითქვამთ ბოდიში, ოქტომბერში პენსილვანიაში ჩახვედით და ოპოზიციისთვის კამპანიას აწარმოებდით. რა მოთქვით მცირედი სამადლობელი სიტყვა შეერთებული შტატებისა და პრეზიდენტის მიმართ, რომელიც ცდილობს რომ თქვენი ქვეყანა გადაარჩინოს. თქვენ ფიქრობთ რომ თუ ილაპარაკებთ ძალიან ხმამაღლა ომის შესახებ, ის არ საუბრობს ხმამაღლა? ის არ საუბრობს ხმამაღლა. შენი ქვეყანა დიდ გასაჭირშია. შემიძლია პასუხი გავცე? არა. შენ ბევრი ილაპარაკე. შენი ქვეყანა დიდ გასაჭირშია. ვიცი, თქვენ არ იგებთ ამას. თქვენ ძალიან კარგი შანსი გაქვთ აქედან ნორმალურად გამოსვლის. ისევ ბატონო პრეზიდენტი, ჩვენ ვრჩებით ჩვენს ქვეყანაში, ვრჩებით ძლიერები. ომის დაწყებისთანავე ჩვენ მარტოები ვიყავით და მადლიერები ვართ. მადლობა ამ კაბინეტშიც თქვი და არა მხოლოდ ამ კაბინეტში. თქვენ მარტო არ იყავით. ჩვენი იდიოტი პრეზიდენტის გავლით 315 მილიარდი დოლარი მოგეცით. სამხედრო აღჭურვილობა მოგეცით და თქვენი ჯარისკაცები, მამაცები არიან, მაგრამ მათ ჩვენი სამხედრო აღჭურვილობის გამო სალაპარაკოთ მომიწვია. თქვენ რომ ჩვენი სამხედრო აღჭურვილობა არ ქონოდათ, ეს ომი ორ კვირაში დასრულებული იქნებოდა. 3 დღეში, ეს უკვე მოსმენილი მაქვს პუტინისგან 3 დღეში. უფრო ადრე. ეს არ არის შემთხვევა, რომელიც ორ კვირაში შეუბნებით ასე ძალიან რთული იქნება ბიზნესის კეთება. უბრალოდ თქვი რომ მადლობელი ხარ. მე მრავალჯერ ვუთხარი მადლობა ამერიკელ ხალხს. მიიღე რომ არის უთანხმოებები და წავიდეთ და ამაზე ერთად ვიდაოთ ამერიკული მედიის წინაშე კამათის ნაცვლად, როდესაც არასწორი ხარ. ვიცით რომ არასწორი ხარ. მადლობელი უნდა იყო. I think it's very important. That's why I kept this going so long. შენ არანაირი კოზირები არ გაქვს. შენ ისინი დამარხე. შენი ხალხი იხოცება, ჯარისკაცები გაკლდება. ძალიან კარგი რაღაც იქნებოდა. ნახე, თუ შეგიძლია ახლა ცეცხლის შეწყვეტის მიღება. და შენ გვეუბნები, არ მინდა ცეცხლის შეწყვეტა, არ მინდა ცეცხლის შეწყვეტა. მინდა ეს ქნა, მინდა ის. მე გეუბნები რომ აიღო ტყვიების ფრენა და შენი ხალხის ხოცვა შეჩერდება. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა რომ ომი შევაჩეროთ, მაგრამ მე გითხარით, სად არის გარანტიები? მაგრამ შენ არ გინდა ცეცხლის შეწყვეტა. მე მინდა ცეცხლის შეწყვეტა, რადგან ცეცხლის შეწყვეტა უფრო სწრაფად მიიღწევა, ვიდრე შეთანხმება. ჩვენ ხალხს კითხეთ, რას ფიქრობენ ცეცხლის შეწყვეტაზე? ეს ჩემთან არ ყოფილა. ეს იყო კაცთან გვარად ბაიდენი, რომელიც არ არის ჭკვიანი ადამიანი. ეს ეხებოდა ობამას. უკაცრავად, ობამა იყო, ვინც თქვენ ზეწრები მოგცათ და მე თქვენ ჯაველინები მოგეცით, რომ ის ტანკები გაგენადგურებინათ. ობამამ ზეწრები მოგცათ და რეალურად ფაქტი ის არის, რომ ობამამ ზეწრები მოგცათ. ტრამპმა მოგცათ ჯაველინები. უფრო მადლიერი უნდა იყო. არ გაქვთ კოზირები. ჩვენთან ერთად კოზირები არ გაქვთ. მაგრამ ჩვენს გარეშე არანაირი კოზირები არ გაქვთ. აი ამ დაძაბული და კამათის შემდეგ უკვე ზელენსკიმ განაცხადა გუშინ საღამოს გავრცელდა ეს კომენტარი რომ მობილურ კაბინეტში მომხდართან დაკავშირებით ზელენსკის მართალია ბოდიში არ მოუხდია, თუმცა იქვე განაცხადა რომ არ იყო ის სწორი ასეთი მოლაპარაკებების სრულად ღიად გამართვა და რადგან მტრებს შეუძლიათ რომ ისარგებლონ მოკავშირეებს შორის არსებული უთანხმოებითო ეს განცხადება გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის სამიტის შემდეგ განაცხადა და ასევე დღეს გამთენიისას გახდა ცნობილი, რომ საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო უკრაინასა და რუსეთს ნაწილობრივ ერთ თვიან ზავს თავაზობენ, რომელიც სახმელეთო საბრძოლო მოქმედებებს არ მოიცავს. Reuters-ი ავრცელებს ამ ინფორმაციას და შესაბამისი განცხადება უკვე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა და ამას ემატება უკვე საფრანგეთ-ბრიტანეთის წინადადებაც, რომელიც ევროპული სახმელეთო ჯარები უკრაინაში მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზის დროს განთავსდება. ასეთი არის ბოლო ინფორმაციები, რაც ვრცელდება აი ამ შეხვედრის შემდეგ. სხვათა შორის ტრამპისა და ზელენსკის აი ამ დაძაბული შეხვედრის საერთაშორისო
გამოხმაურებაც საკმაოდ აქტიური იყო. მე ვიტყოდი ამ მასშტაბის გამოხმაურება ერთ კონკრეტულ შეხვედრაზე ბოლო პერიოდში ალბათ არც კი გვახსენდება და ანალიტიკაც მრავლად იყო, ზოგიერთი მოსასმენიც იყო, შესაძლოა გასააზრებელიც, შესაძლოა რამდენიმე არაპროფესიონალურიც, თუმცა ბევრი იყო მაინც ყურადსაღები. საქმე იმ დილაში ახლა საერთაშორისო გამოხმაურებების ნაწილსაც გაგიზიარებთ, რომელიც ამ დაძაბული და უკვე საკმაოდ ცნობილი შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიხალი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა გარანტიების გარეშე არის გზა მთელი ევროპის კონტინენტის რუსეთის მხრიდან ოკუპაციისკენ. ასევე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ არსებობს აგრესორი და ეს არის რუსეთი და აგრესიას დაქვემდებარებული ხალხი, რომელიც უკრაინაა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი კი სოციალურ ქსელ X-ზე წერს ასეთ რამეს: უკრაინა ესპანეთი შენთან არის. ფაქტს გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, მან დაწერა, რომ ძვირფასო უკრაინელებო, მეგობრებო, თქვენ მარტო არ ხართ. სენატორი ჯინ შაჰინი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან და ვიცე-პრეზიდენტისგან ეს აღმაშფოთებელი წარმოდგენა სამარცხვინო და პირდაპირ არაამერიკული იყო, ისინი კიდევ ერთხელ მკვლელი კრიმინალის პუტინის მხარეს დადგნენ ჩვენი დემოკრატიული მოკავშირის უკრაინის ნაცვლად. მხარში უდგავარ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის კეთილშობილურ ბრძოლას თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალი სამყარო ახალ ლიდერს საჭიროებს ჩვენზე ევროპელებზეა დამოკიდებული, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის გამოეხმაურა ამ შეხვედრას იოანას გარსტიორე, ის რაც დღეს თეთრ სახლში დავინახეთ, სერიოზული და არაგამამხნევებელია. უკრაინა ჯერ კიდევ საჭიროებს ამერიკის შეერთებული შტატების ხარდაჭერას, ხოლო უკრაინის უსაფრთხოება და მომავალი ასევე მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც და ევროპისთვისაც. ოვალურ სახლში მომხდარ კამათს დადებითად შეხვდნენ რუსეთის ოფიციალური პირები. ექს-პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ სასტიკი მთრევა ოვალურ ოფისში. ტრამპმა პირველად უთხრა კლოუნს სიმართლეს სახეში კიევის რეჟიმი მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება, ხოლო უმადურმა საღორის მფლობელისგან ძლიერი თავში წამორტყმა მიიღო. ეს სასარგებლოა, მაგრამ ცოტაა ნაცისტური მანქანისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება საჭირო, ეს განაცხადა დიმიტრი მედვედევმა ამ ვიდეოს გავრცელების და შეხვედრის დასრულების შემდეგ. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ბოლო განცხადებით კი ვლადიმერ პუტინი არის სწორედ ის ადამიანი, ვინც მესამე მსოფლიო ომით თამაშობს და არა ვოლოდიმირ ზელენსკი. აღნიშნულის შესახებ მაკრონმა პორტუგალიურ ტელეკომპანიასთან ერთიფისთან ინტერვიუში განაცხადა და მისი თქმით, თუ ვინმე მესამე მსოფლიო ომით თამაშობს, მისი სახელი ვლადიმერ პუტინია. სწორედ მან დაიწყო აგრესიის ომი 3 წლის წინ და სწორედ მან ჩამოიყვანა 10,000 ჩრდილო კორეელი სამხედრო ევროპულ მიწაზე. მან მოიპოვა ირანული დრონები ევროპულ მიწაზე გამოსაყენებლად, სანაცვლოდ კი ირანს ბირთვულ პროგრამაში დაეხმარა. თუ კი არსებობს პიროვნება, რომელიც გვემუქრება ბირთვული იარაღით და მესამე მსოფლიო ომით თამაშობს, ნუ ეძებთ მას კიევში, ეძებეთ ის მოსკოვში, აღნიშნა ემანუელ მაკრონმა. პორტუგალიურ ტელეკომპანიასთან საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მზად არის ევროპისთვის ბირთვული შეკავების საკითხზე დისკუსიების დასაწყებად, როგორც მაკრონმა აღნიშნა, თუ ევროპას უნდა უფრო დიდი ავტონომია თავდაცვისა და ბირთვული შეკავების საკითხებში, მაშინ მისმა ლიდერებმა უნდა დაიწყონ ამის განხილვა. ეს არის ღრმად სტრატეგიული საკითხი, ის მოიცავს ძალიან სენსიტიურ და კონფიდენციალურ კომპონენტებს, თუმცა მე მზად ვარ გავხსნა ეს დისკუსია, აღნიშნა მაკრონმა. მისივე თქმით, საფრანგეთის ბირთვული დოქტრინა ყოველთვის შეიცავდა სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ინტერესების ევროპულ განზომილებას. ჩვენ ვდგავართ თქვენთან და უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. უკვე ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს კირ სტარმენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრისას ეს სიტყვები უთხრა. ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთში ვაშინგტონიდან ჩავიდა. ნება მომეცით უბრალოდ გითხრათ, რომ აქ დაუნინგ სტრიტზე თქვენ ძალიან მისასალმებელი სტუმარი ხართ, როგორც გესმით გარედან შეძახილებით, თქვენ გაქვთ სრული მხარდაჭერა გაერთიანებული სამეფოს ფარგლებში, აღნიშნა კირ სტარმენმა. თავის მხრივ კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გაერთიანებულ სამეფოს, მის მოსახლეობას და ასევე პრემიერ-მინისტრს ომის დაწყებიდან უკრაინის მხარდაჭერისთვის და ასევე მადლობა გადაუხადა კირ სტარმერს ევროპელი ლიდერების სამიტის ორგანიზებისთვის.
ბრიტანეთის მხარდაჭერა გამოიხატა ფინანსური კუთხითაც. უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან თავდაცვის საჭიროებისთვის 3 მილიარდი დოლარის ოდენობის ესხს მიიღებს, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან დაიფარება. ინფორმაციას უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებდა. ესხის შესახებ შეთანხმებას უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ და გაერთიანებული სამეფოს ხაზინის კანცლერმა რეიჩელ რივზმა მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა. ფულის გამოყოფა დიდი შვიდეულის ქვეყნების ერას მექანიზმის ფარგლებში მოხდება, რომელიც უკრაინისათვის 50 მილიარდი დოლარის კრედიტის გამოყოფას ითვალისწინებს. კრედიტის მომსახურება და დაფარვა გაყინული რუსული სუვერენული აქტივებიდან სამომავლო შემოსავლით მოხდება. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ მექანიზმის ფარგლებში უკრაინამ უკვე მიიღო მილიარდი დოლარი ამერიკის შეერთებული შტატებისგან და 3 მილიარდი დოლარი ევროკავშირისგან. ამას დამატებული, როგორც გადაცემის დასაწყისში აღნიშნეთ, 1,6 მილიარდი ფუნტი სტერლინგი, რომლითაც უკრაინა საზეინტო სარაკეტო სისტემებს შეიცავს. და საქმე ინდილას ეს ნაწილი უკვე შეგვიძლია რომ დავასრულოთ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადებით გაერთიანებული სამეფო საფრანგეთთან ერთად იმუშავებს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე და მას უკვე დონალდ ტრამპს წარუდგენენ. განაცხადა ეს კირ სტარმერმა BBC-ს ეთერში. კირ სტარმერის თქმით კი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ის ემანუელ მაკრონსა და დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. სტარმერმა ასევე აღნიშნა, რომ არავის სურს იმის ხილვა, რაც პარასკევს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოხდა. პარასკევს ღამით განხორციელებული ზარებით, ასევე გუშინდელი შეხვედრით და წუხელგამართული სატელეფონო საუბრებით, ვფიქრობთ, ჩვენ სწორი მიმართულებით გადავდგით ნაბიჯი, რადგან როგორც ვთქვი, არავის სურს იხილოს ის, რაც მოხდა პარასკევ დღეს, თუმცა ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ცენტრალური ფოკუსი, რაც არის უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობა, აღნიშნა სტარმერმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა და იქვე თქვა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გააკეთონ მეტი და უზრუნველყონ უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა ამას სჭირდება შეერთებული შტატების მხარდაჭერაც. მისივე განმარტებით ის ვერ ენდობა ვლადიმერ პუტინს და სწორედ ამიტომ არის საჭირო უსაფრთხოების გარანტიებიც. გადავიდეთ სხვა თემებზე. თხევად ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 2040 წლისთვის 60% გაიზრდება, რაც აზიაში ეკონომიკური ზრდითა და ხელოვნურ ინტელექტის გავლენით იქნება განპირობებული. ამის თაობაზე შელის ყოველწლიურ ანგარიშია ნათქვამი. თხევადი ბუნებრივი აირის 2025 წლის პროგნოზის თანახმად გლობალურად ბუნებრივ აირზე მოთხოვნა იზრდება. ინდუსტრია მოელის, რომ 2040 წლისთვის თხევად გაზზე მოთხოვნა წლიურად 718 მილიონ ტონას მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ თხევადი აირით მსოფლიოს უმსხვილესი მოვაჭრის შელის პროგნოზი მნიშვნელოვნად განსხვავდება კომპანიის წინა ანგარიშისგან. 2024 წლის ანგარიშის თანახმად 2040 წლისთვის თხევად გაზზე გლობალური მოთხოვნა 685 მილიონ ტონამდე უნდა გაზრდილიყო. როგორც შელის ვიცე-პრეზიდენტი განმარტავს, განახლებული პროგნოზი ცხადყოფს, რომ მსოფლიოს მეტი გაზი დასჭირდება ელექტროენერგიის გენერაციისთვის, გათბობა გაგრილებისა და ტრანსპორტირების ინდუსტრიისთვის, რათა დეკარბონიზაციის სამიზნე მაჩვენებლებს მიაღწიოს. კომპანიის თქმით, ჩინეთი, რომელიც თხევადი აირის უმსხვილესი იმპორტიორია, ინდოეთთან ერთად თხევადი გაზის იმპორტის მოცულობას გაზრდის და საჭირო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას აპირებს, რითაც პროდუქტზე გაზრდილ მოთხოვნას უპასუხებს. 2024 წელს ჩინეთში თითქმის 122 მილიონი ტონა ბუნებრივი აირის იმპორტი განხორციელდა, საიდანაც 75.6 მილიონი ტონა თხევადი აირი იყო. ეს ქვეყნისათვის 2013 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. გაზრდილ მოთხოვნას ინდუსტრიამ გაზრდილი მიწოდებითაც უნდა უპასუხოს. შელის ინფორმაციით 2030 წლისთვის თხევადი აირის სხვადასხვა პროექტი ამოქმედდება, რომელთა ჯამური გენერაციაც 170 მილიონ ტონას გადააჭარბებს. კიდევ ერთ ამბავს გეტყვით, ვიდრე სიუჟეტებზე გადავალთ, რომელიც ასევე გუშინ გავრცელდა 2019 წლის შემდეგ. პირველად ჩრდილოეთ კორეამ დასავლელი ტურისტების მცირე ჯგუფისთვის საზღვრები გახსნა და ამ ინფორმაციას ევრონიუსი ავრცელებს. მიმდინარე კვირაში კი ქვეყანამ ტურისტები დიდი ბრიტანეთიდან, ასევე კანადიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდანაც კი გერმანიიდან, ავსტრიიდან და იტალიიდან, ასევე ახალი ზელანდიიდან და ავსტრალიიდანაც მიიღო. COVID პანდემიის შემდეგ კი ეს იყო პირველი მიღება დასავლელი ტურისტების, მანამდე კი გასულ წელს ჩრდილოეთ კორეამ რუსი ტურისტების სათხილამურო ტურზე მიიღო. ჩინეთში ბაზირებული ტურისტული კომპანიის ინფორმაციით 13 ტურისტისთვის 5 დღიანი მოგზაურობა ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვართან ახლოს ქალაქ რასონში დაიგეგმა. კომპანიის მენეჯერის თქმით, ტურისტები ჩრდილოეთ კორეაში სახმელეთო გზით ჩინეთის გავლით შევიდნენ.
ტურის განმავლობაში კი ტურისტებმა ჩრდილოეთ კორეული ქარხნები, ასევე მაღაზიები, სკოლები და ქვეყნის უზენაესი ლიდერების ძეგლებიც კი მოინახულეს. ტურისტული კომპანია სამომავლოდ კიდევ რამდენიმე მსგავს ტურსაც კი გეგმავს. ჩრდილოეთ კორეას როგორც წესი, უცხოელი ტურისტებისთვის გარკვეული შეზღუდვები აქვს დაწესებული, მაგალითად, როგორც არის მოგზაურებისთვის ზოგ ტერიტორიაზე ფოტოების გადაღების უფლება არ აქვთ და ასევე ჩრდილოეთ კორეის საზღვრები 2020 წლის ივნისში COVID პანდემიის გამო არის ჯერ კიდევ ჩაკეტილი. მანამდე კი ტურიზმი ქვეყანაში უცხოური ვალუტის შედინების ფაქტობრივად ერთადერთი წყარო იყო იმ ფონზე, რომ ჩრდილოეთ კორეა ერთ-ერთი ყველაზე სანქცირებული ქვეყანა გახლავთ. ამასთან კი 2020 წლამდე ტურისტების 90% ჩრდილოეთ კორეაში ჩინეთიდან ჩადიოდა. საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ კი ქვეყნიდან უკვე დიპლომატებიც გააძევეს, ხოლო 2022 წლიდან ჩრდილოეთ კორეამ შეზღუდვების შერბილება დაიწყო. მაგალითად, თებერვალში საზღვარი რუსეთის 100 მოქალაქისთვის გახსნა, 2024 წლის განმავლობაში კი ჩრდილოეთ კორეას 880 რუსი ტურისტი ეწვა.